ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით, ბატონო დემურ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს. მოხარული ვარო, ისევ ხვდებით ამ სტუდიაში, მით უფრო რომ ძალიან ბევრი სალაპარაკო დაგროვდა, რაც ეს ახალი წელი დაიწყო, ფაქტიურად საერთოდ სხვა სამყაროში გაიღვიძა. მსოფლიომ იმდენი რამ მოხდა, რომ ალბათ რთულია ავარჩიოთ რაიმე კონკრეტული თემა, თუმცა ალბათ ყველაზე ცხელი და ყველაზე აქტუალური ამ შემთხვევაში მაინც არის გრენლანდიის საკითხი. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი და მინდა რომ სწორედ აი ამ თემის განხილვით დავიწყოთ. გრენლანდია გახდა ერთგვარი აქილევსის ქუსლი არა მხოლოდ დანიისთვის, არამედ მთლიანად დასავლური კოალიციისთვის და იმდენად არაორდინალური ვითარება შეიქმნა ამ მხრივ, რომ საერთოდ ნატოს ყოფნა არ ყოფნაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, სხვა შორის აი Facebook-ის ლაივებში ხშირად გაქვთ ხოლმე თქვენ ამ თემებზე საუბარი, მიმოხილვა, ძალიან ყურებადი არის ხოლმე თქვენ პირად გვერდზე ჩართული ეს ლაივები და საზოგადოებას გამოთქვამს ხოლმე ძალიან ამ მხრივ აზრს. საინტერესო იქნება აი ჩვენი მაყურებლისთვისაც თქვენი მოსაზრების გაცნობა, რა ხდება დასავლეთში, რა ხდება ნატოსთან მიმართებაში, რატომ გახდა ეს თემა ასეთი მწვავე ნატოსთვის. მე მინდა ისიც ვთქვათ, რომ ალბათ ძალიან რთულია ისტორიაში მოვნახოთ ანალოგი, თუმცა ასეთი შემთხვევები კი იქნებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად გავახსენდება, რომ ერთი მოკავშირე მეორე მოკავშირეს ართმევს მიწას. ყოველგვარი ეს ზედმეტ ცერემონიების გარეშე გამოაცხადა, რომ ეგ მიწა მემჭირდება, მაგრამ აქ რაზეა საუბარი, რომ დანია ისედაც არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ისედაც არის ამერიკის მოკავშირე. თუ არ ვწდები 56 წელს აიდო ეგ შეთანხმება ამ ორ ქვეყანას შორის, რომ თუ კი შტატებს იქ ჭირდება რაიმე უსაფრთხოების სისტემები, საჯარისო კონტინგენტის განთავსება, არც ამაზეა ვინმე წინააღმდეგი, მაგრამ არა, ჯიუტად ტრამპი იძახის, რომ ეს მე არ მჭირდება არც იჯარით, არც რაიმე სხვა ფორმით, ის უნდა იყოს შტატების საკუთრება. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია აი ესეთი ხისტი პოზიციები და რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური დასავლურ კოალიციაში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ულოც სამშობა ახალი წელიწადს, მხნეობა, გამძლეობა, შემართება და იმის აუცილებელი შეგრძნება გაგზავნებოდეს, რომ ჩვენ სხვა სამყაროში გავიღვიძეთ, თუმცა ეს სამყარო კარგახანია ყალიბდებოდა და აქ უკვე განსაკუთრებული პრაგმატიზმი გვმართებს, ცივი გონება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი ეს არის ფუნდამენტი, რაზეც შეიძლება სახელმწიფოები გადარჩეს და მე ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ლორდი პალმერსტონი, თქვენ კარგად იცით, ბრიტანეთის იმპერიის თავისი ზეობის ხანაში, სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, მან ჩამოაყალიბა ფაქტობრივად ფორმულად ქცეული მოსაზრება, რომ ბრიტანეთს არ გააჩნია მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მუდმივი მხოლოდ არის ბრიტანეთის ინტერესები, სახელმწიფო ინტერესები. ნახეთ, რატო იყო გენიალურად აწყობილი ბრიტანული იმპერია, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიოს 4/5 კონტროლი მოახერხა და მისი იმპერიის შემადგენლობაში. ყველაზე დიდი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში რაც არსებობს. ყველაზე საოცარი, რატომ? ეროვნული ინტერესების ფარგლებში
მთელი ეროვნული ინტელექტის თავმოყრა და სახელმწიფო სამსახურის მსახურება ცხადია მათი კეთილდღეობაც ამას აქედან მოდიოდა უნიჭერესი ხალხის მეცნიერებაში და ტექნიკაში მიმართვა მათი მაღალი მატერიალური უზრუნველყოფა და მაღალი სოციალური სტატუსი. მე თავის დროზე როცა საქართველოს პრობლემები იყო დავიწყე ამ საკითხის შესწავლა როგორ მოხერხდა ფაქტობრივად კრიზისში მყოფი სახელმწიფო აი თქვენი თუგნებოთ რიჩარდ მესამის დონეზე რო ვთქვათ ერთმანეთში გადაკიდებული რაც საქართველოში ახლა შედარებით ნაკლებად მაგრამ მაინც სამი უდიდესი გვარი ჟლეტა ინგლისისა, იმიტომ ვერცერთს ვერ მოერეოდა. ეს იყო კედელი კედელს და ნადგურდებოდა აქ მოიძებნა. ახლა მოდით შემთხვევით არ გავაკეთებ პარალელი, ყველაფერს განსაზღვრავს სახელმწიფო ინტერესები. ის რაც საქართველოში ქართული მენტალიტეტისთვის უცხოა, იმიტომ რომ სახელმწიფო მათთვის გადაიქცა მტრად, ხო? გამღარიბებელი, ქვეყნიდან გამყრელი, ხოსორი შეურაცხმყოფელი მარიონეტი ხელისუფლებები ამდენი წელია. დასთავარი არა გვა განცდა რომ ეს სახელმწიფო ჩვენია. აი ალბათ ეს არის ჩვენია. არა და ფანტასტიკური ქვეყანა არის, ფანტასტიკური წარსული არის კულტურაში დანავებული და რაღაც დამპალმა იდეოლოგიამ შეძლო, ესე იგი ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ და ეხლა მიდის ეს პროცესი, რომ ჩვენ გავიცნობიეროთ, რაც ნიშნავს სახელმწიფო, ქვეყანა სხვა რამეა. კი ბატონო. სახელმწიფოდ რომ გექცევა ქვეყანა უკვე სხვა აზროვნებას მოითხოვს და სხვა პასუხისგებლობას მოითხოვს თითეული მოქალაქისაგან. რადგან ეს ჭაობი, რომელიც ქვეყანაშია და ეხლა არის უსაშველო ჭაობი, ერთ-ერთი გამორჩეული ჭაობი ბოლო უახლეს ისტორიაში საქართველოსა, ჩვენი მოსახლეობის მენტალური პრობლემების ბრალიც არის. ესე იგი, პირდაპირ რომ გიპასუხოთ, ყველაფერი უნდა დავინახოთ იმ შეცვლილ კოორდინატთა სისტემაში, რომელშიც აღმოჩნდა თანამედროვეობა, ანუ მიმდინარე თანამედროვეობა, არაფერი მუდმივი არ არის და ეს ყველაზე უფრო კარგად იმ სახელმწიფოებში იქნა დანახული, სადაც სახელმწიფო ინტერესი და ინტერესი განსაზღვრავს მოქმედების სახეებს, ფორმას. იცით თქვენ ევროპის ისტორია, 100 წლიანი ომები, შემდეგ ვესტფალიის შეთანხმება იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრები არის ხელუხლებელი და ასე შემდეგ და ამან იმუშავა თითქმის 500 წელი. მართალია კონფლიქტებიც იყო, ომები იყო, მაგრამ ვესტფალიის ხელშეკრულება იყო ის ფუძე, რომელმაც როგორ ფიქრობთ, ეხლა ის პროცესია, როდესაც არის ვესტფალიის ზავი, ალბათ არის მართლა პირველი დიდი საერთაშორისო შეთანხმება. ამისი გადახედვა ხდება ეხლა. ნახეთ, მეორე. როდესაც მან ამოწურა თავისი თავი და პირველი მსოფლიო ომში, რომელიც იქნა ჩათხრეული მთელი ევრაზიის კონტინენტი, არა მხოლოდ ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ კარგად დაგეგმილი საქმე იყო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, თავარი მიზანი იყო კონტინენტური იმპერიების გაქრობა და პირველმა მსოფლიო ომმა ვერაფერი ვერ დაალაგა გარდა იმისა, რომ დაანგრია კლასიკური ევროპა და მოამზადა ნიადაგი მეორე მსოფლიო ომის. და ფაქტობრივად დაუსრულებელი საქმე დაშალა ევრაზიული ყველა იმპერია, 6 იმპერია და მათ ნანგრევებზე წარმოიშვა ის სახელმწიფო, რომელიც აპირებდა მოსულიყო როგორც თავარი განსაზღვრელი ძალა, ამიტომ მეორე მსოფლიო ომი იყო ცდელობა, რომ კიდევ გაენადგურებინათ ის წარმონაქმნი, რომელიც 20 წლებში გაეპარათ,
ვერ შეძლეს ჩახშობა და იქცა ალტერნატიულ შეხედულებათა სისტემად და ვერ მოხერხდა ამის, თუმცა კოლოსალური მსხვერპლი იქნა გაღებული და დაალაგა ახალი მსოფლიო წესრიგი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ 500 წელი იმუშავა ერთმა უდიდესმა ხელშეკრულებამ და მეორე უდიდესმა, რომელსაც კოლოსალური მსხვერპლი მოხდა 75 წელი იმუშავა. მეტი არა. 5 წლის უკან დაიგრა ყველაფერი, რამდენ თქვენს გადაცემაში მithქვამს, რომ ყველაფერი იცვლება ახალი სამყარო მოდის. არა, ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ და მე რაღაც დილეტანტურ დონეზე არ ვსაუბრობ, იმიტომ მე გითხრათ სიმართლე საათობით უთმობ ყოველდღე ამ ჯოჯოხეთში გარკვევის საქმეს, იმიტომ რომ ინფორმაცია გამზადებული არ არის, ყველა ინფორმაციას თავისი დატვირთვა აქვს, ამიტომ მე უსმენ ოფიციალურ წარმომადგენლებს აუცილებლად ანალიტიკას ვკითხულობ ძალიან ცნობილი ცენტრებიდან, მე საკუთარ დასკვნებს ვაკეთებ. ესე იგი, სამყარო შეიცვალა, თამაშის წესები არ არის შეთანხმებული, ამის გარეშე წონასწორობა და მშვიდობიანი განვითარება ვერ იქნება, თუ გნებავთ კონკურენციის, მძაფრი კონკურენციის პირობებში და მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეერთებულ შტატებს გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რომელსაც მის გარდა ვერავინ ვერ გაბედავდა. ჩინეთი ვერ გაბედავს ჯერჯერობით, თუ რაღაც ძალიან კრიზისული არ იქნა ტაივანში შევიდეს, უბრალოდ ვერ გაბედავს, იმიტომ რომ საშინლად ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი. რუსეთი, რასაც მის საფრთხეების შექმნასთან არის დაკავშირებული, როგორც მათ ესმით, მე არ ვარჩევ ახლა ამ საკითხს, გადაადგმევინეს ნაბიჯი. კიდე გეუბნებით, არავინ იფიქროს, რომ 22 წლის 24 თებერვალს რუსეთმა მოინდომა უკრაინის დაპყრობა. ეს არის სრული სისულელე, იყო გვახსოვს ახლა წინარე პერიოდის იყო ყველაფერი, ახლა ამ თემაზე არ ვხები და რა მოხდა. სისტემა, რომელიც აგებული იყო ანგლოსაქსების მიერ და ანგლოსაქსური მსოფლიო სისტემა იყო, თამაშის წესები, საერთაშორისო ინსტიტუტები, ხო სწორია? ვაჭრობის ფორმები და ასე შემდეგ, შეყვანილი იქნა ყველანი შიგნით, მაგრამ ერთი რამ, რაც ანგლოსაქსებს ძალიან მაგრად გაეპარათ. ამ სისტემაში სახელმწიფოებმა, ვისაც გონიერება და ჭკუა ჰქონდათ, წელი წამოიდგეს. მაგალითად ჩინეთი, მაგალითად ინდოეთი. ეს ორი სუპერკულტურა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული სუპერკულტურა, რომელიც განადგურებული იყო ჩემი სტუდენტობის დროს, ჩინელებს არ ყოფნიდათ ულუფა ბრინჯი. შიმშილი ის იყო მთავარი პრობლემა ჩინეთისთვის, ალბათ. კიდე გეუბნებით, მე ეხა არა ვარ ათადაბადაც რომ მიტყვიან ასაკისა, თუმცა უფროს თაობას მივეკუთვნე, მე მახსოვს ყველაფერი, რა დღეში იყო ჩინეთი და მათი შეფერხება 500 წელი გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც იზოლაციონალიზმმა ინდოეთი განადგურებული, ინდოეთი ბრიტანეთის მიერ. აი, მილიონობით გაჟლეტილი ხალხი და სიმდიდრისგან ხო ლამის ესე იგი წამოიდგეს ხელი, ეყოთ ის, რაც არ იყო ქართველებს. ნახეთ, ჩვენ ძალიან უნდა გავაშიშვლოთ პრობლემები. განათლება, მეცნიერება და საკუთარი ერის ინტელექტუალური ზრდა სახელმწიფო პოლიტიკაში აიყვანეს. მეცნიერებამ, განათლებამ, ტექნიკის განვითარებამ, ამ ჭკვიანი ხალხის, ამ შემოქმედებით საქმიანობაში გადასვლამ ქვეყნები განავითარა. და ქვეყნები ისე განავითარა, ამ დროს ამ სისტემის შექმნილ ქვეყნებში ძალიან გონიერმა ხალხმა შეაგდეს ის, რასაც ქვია ნეოტროცკიზმი, გახვეული ნეოლიბერალურ ფრაზეოლოგიაში და კლასიკური ქრისტიანული ქვეყანა, მოდი ერთად ვთქვათ, ევროპა,
მთლიანობაში ამერიკა, რომელიც პურიტანების აგებული ქვეყანა არის და იქ რელიგია ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აქციეს LGBT სიჩათალახის აი თბილისში ნახეთ რა გადაგვარებული ხალხის რა ტალღის რომელი უნივერსიტეტების ბჭყალებში პროფესორების შეგონებით ტვინი გამოურეცა სახალხმდაბლობას. ხო, რა შეჭirdებოდათ ეს ხო იყო თვითგანადგურებისკენ, თვითლიკვიდაციისკენ. გასაგებია რომ აი მე მომისმენია რომ ფიქრობ რომ ეკონომიკურად იყო წარმატებული ვიღაცების თუ შეიძლება ხელის მოთმობის საშუალება, მაგრამ ამახო ცივილიზაცია გაანადგურა. ნახეთ გაანადგურა და ეს სადღაც ძალიან ჭკვიან ინტერესთა ჯგუფის მიერ სპეციალურად იყო განხორციელებული, რომ შეეჩერებინათ ეს ყველაფერი და იცი თქვენ შეერთებულ შტატებში მე როდესაც ამერიკის ისტორიასაც კარგად ვიცნობ, რეალობასაც კარგად, როცა წლები ლაპარაკობდი ამერიკის ძალიან სერიოზულ პრობლემებზე და იმასაც ვამბობდი, რომ ამერიკული ელიტა აუცილებლად კონსერვატული ელიტა აიღებს, იმიტომ რომ ამერიკა ნადგურდებოდა, ნახეთ ტრამპის სიტყვები, რაები სწორია. ლოზუნგიც ეს იყო, რომ გავხადოთ ისე ძლიერი ამერიკა. ეხლა რა გამოვიდა? ამერიკელები ჩამორჩნენ სულ ცოტა ხანში ასე რომ გაგრძელდეს ჩინეთი გახდება ნომერ პირველი მეცნიერების ქვეყანა. ეხლა რამდენი გინდათ იმერეთში რო იყვიან ყარე კვინტები მერე მეცნიერებაში დაწინაურებული ერი ტექნიკა დღეს ყველაფერს მეცნიერება და ტექნიკა წვეთ ანუ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი რუსებმა როდესაც შეუქმნეს რომ გაგანადგურებთ და აღარ იქნებითო კოლოსალური რაღაც ძვრები გააკეთეს სტრატეგიული იერარქია ახლა მათ აქვთ ეს უპირატესობა როგორც ჩინური შეფასება არის იმისთვის რომ ამ ტექნოლოგიებში რუსებს დაეწეს ჩინეთს ჭირდებათ დაახლოებით 5 წელი სამხედრო ტექნოლოგიებში ამ ტექნოლოგიებში და შეერთებული შტატები სტრატეგიულ იერარქიაში სერიოზულად ჩამორჩა და მას საპირწონე ამ წუთში არ გააჩნია ამ სიტუაციაში რა კი ამერიკულმა ძალიან სერიოზულმა ელიტამ ტრამპი ყოველთვის იყო ელიტის წარმომადგენელი ელიტაში მე ვგულისხმობ სოციოლოგიურ აზრს ანუ ინტერესთა ჯგუფი, გამოკვეთილი ინტერესთა ჯგუფი, ეს არ არის საქართველოში, რომ ივანიშვილი მოვიდეს, არავის არ ეყრდნობა, გარდა გამოთაყვანებული ხალხისა, სეთურის ბრბოსა, იქ ელიტებია, ისინია, გამსაზღვრელი, ანუ ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც მსოფლმხედველობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის ნაწილია და არა ვირეშმაკული რაღაც პოლიტიკის გამტარებელი. ამერიკა ჩამორჩა ამერიკის პერსპექტივა ის ბაიდენის ხელისუფლების პოლიტიკა რო გაგრძელებული იყო დასრულდებოდა ამერიკის კრახით. რა კი ასია და რა კი ხვალდა ეს ყველაფერს განსაზღვრავს სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი იქედან იქმნება ეს იარაღი მას მეცნიერული მიღწევები ჭირდება, ყველაფერი რამაც ჭირდება რესურსები. რესურსები, რომლებიც ბევრი არ არის მსოფლიოში. ანუ ის განსაკუთრებული იშვიათი წეღისეული, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიებს ჭირდება. თუ შენ კონტროლი არ აქვს ამ რესურსებზე, შენ ვერ იქნები სრულფასოვანი კონკურენტ უნარიანი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს მეორე ქვეყანა. და ამ სიტუაციაში ამერიკელებმა დაარღვიეს ის, რასაც ქვია მეორე მსოფლიო ომით ჩამოყალიბებული წესრიგი და დაიწყეს იმ წესრიგის აგება, რომელიც მათთვის იქნება ყველაზე მოხერხებული. რა კი გამოიკვეთა თუ ვის შორის შეიძლება ბალანსი მოხდეს და მე წლებია ვწერ ამაზე, რომ 3 ქვეყანა არის რომელიც გლობალური აი ეს მინდოდა მეკითხა თქვენ თქვით რომ წესები არ არის ჯერ შეთანხმებული მაგრამ აი ვინ არიან ის ცენტრები ვის შორისაც უნდა მოხდეს ამ ჩვენ რო შეგვითანხმდეს ვინმე არ ვაშინგტონი ჩვენზე ცალკე ვიტყვი იმიტომ ჩვენ გვაქვს სხვა კი ბატონო კი ვაშინგტონი პეკინი მოსკოვი არანაირი სხვა ძალა ახლო-მახლოც არ დგას სამ ძალასთან არის გლობალური სამხრეთი
ინდოეთი, ბრაზილია და ასე შემდეგ, სამხრეთ აფრიკა, რომელიც მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს, მაგრამ ისინი შეიძლება ითქვას არიან სტაბილურობის გარანტები, რადგან არ მონაწილეობენ მეუმხრობლობის პოლიტიკას ახორციელებენ და ამდენად ამ საშინლად მძიმე დაპირისპირებაში, რეალურად მძიმე დაპირისპირება რუსეთს, ჩინეთს ინდოეთიც მათ შორის არ არის დაპირისპირებაში არ არის, მაგრამ ის ღიად მუშაობს ამერიკელებთან, ღიად ეს არის მეუმხრობლობა. ეს არ არის ნეიტრალური პოლიტიკა, იმიტომ მეშლება საქართველოში ახლა გამოჩეკილ იმ პარტიას, რომელიც ამბობს ნეიტრალურია. მე ამაზე ცალკე ვისაუბრებ, ჩვენ ვართ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, აქ განვითარდება ყველაფერი 30-40 წელი, იმიტომ რომ აქ არის ყველაფერი გასანაწილებელი და გასაკონტროლებელი, კოლოსალური ენერგო რესურსები, კასპიის ზღვის და იცით თქვენ ტრასები და ურთიერთბლოკირება იმ დონეზე, როცა შეიძლება შეასუსტოს შენი მოწინააღმდეგე და ჩვენ ვართ მოხვედრილი ამაში. რა არის შესუსტების მიზანი ამერიკელებისა? გახადონ რუსეთი ისეთი მორჩილი, რომ შესაძლებელი იყოს დაუკარგონ მას გეოპოლიტიკური ამბიციები და მართვადი ხელისუფლება დაეჯდეს იქ. ეს არის მთავარი მიზანი. ომით ვერ მოუგებ რუსეთს. აი, ვერანაირი შანსი ვერ არსებობს. ბირთვული სახელმწიფო და თეორიულად გამორიცხული. ვერანაირად ვერ მით უმეტეს ეხლა ვერ მოუგებ, იმიტომ რომ პირიქით პირველი დარტყმის უპირატესობა აღარ აქვს შეერთებულ შტატებს, ამიტომ გრენლანდიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პირველი. დაახლოვოს მისი ბირთვული პოტენციალი რუსეთთან, რატომ? იმ თანამედროვე იარაღის ფონზე, რომელიც რუსებს აქვთ, რუსეთიდან გაშვებული ბირთვული რაკეტის 15 წუთიანი მონაკვეთი უნდა რომ ამერიკის კონტინენტს მიაღწიოს და იქ სტრატეგიული ობიექტები დაბომბოს, დაახლოებით სადღაც 1 საათის ფარგლები ჭირდება, რომ ყველა მთავარი ობიექტი დაიბომბოს. ამერიკიდან გამოშვებული დღევანდელი მისი რესურსი, რაც გააჩნია რაკეტები და ასე შემდეგ, რუსეთში რომ მოაღწიოს 9 საათი ჭირდება. ანუ უპირატესობა ამ მხრივ არის უპირატესობა, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილებოდა, ვის ექნება ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში პირველი დარტყმის უპირატესობა, ხო? რა კი იქ რუსეთში საბჭოთა კავშირის დროს ეშელონი გაკეთდა, როდესაც ავტომატური პასუხი იყო, თუ შეერთებული შტატები რუსეთი საბჭოთა კავშირი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა, ყველაფერი დასრულდებოდა ამ ქვეყანაში. თქვენ იცით, ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა 1000 ობიექტი უნდა დაბომბილიყო. ეს იყო ახლა უკვე როცა გაიხსნა ყველა მათ შორის თბილისის ერთი სიამოვნება ჩვენს გვექნებოდა ერთი კაი დიდი ბირთვული რაკეტის მოხვედრისა. გაფრთხილებოდა საქართველო მართლა. ესე იგი პირველი ყოველთვის იქნება უსაფრთხოება. გამოვიდეთ. ესე იგი ამერიკის საქციელი მე რა თქმა უნდა მხდება უამრავი შეფასებები ტრამპს ქართველი ეს უჭკვა გამორეცხილი ხალხი რამის კრემლის აგენტად აცხადებდა და აცხადებს კიდე არას მათ შორის თითქოს სერიოზული ხალხიც აბსოლუტურად აზზე არ არის რა პროცესი მიდის. ესე იგი რა კი თქვენ რა იცით თუ თქვენ პარიტეტი არ აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით თქვენ არ ახართ დაზღვეული იმ უპირატესობის მქონე ქვეყანაში რა პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება მოხდეს დეტერმინირებული არ არის არაფერი. ყველაფერი შემთხვევითი სტოქასტიკური პროცესია, რომ თქვენ შეიძლება მართლა გაგანადგურონ. რატომ იყო ამერიკელები შოკირებული 57 წელს პირველი კოსმოსური ძაღლები რო ჩასვეს და გააკეთეს? ამერიკელები შოკირებული იყო, მე მაქვს უამრავი რამ წაკითხული, იმიტომ რომ იქიდან ჩამოგაგდებენ თავზე რამეს, რომელსაც ჩვენ ვერაფერს ვერ უშვები, ხო? მე იმიტომ იყო სასწრაფოდ რო დაიწყეს ყველაფერი და პირველი ესე იგი გრენლანდია არის უსაფრთხოების ანუ გეოგრაფიულად უფრო მარტივია იქიდან უფრო მარტივია. მეორე რა კი ბალისტიკური რაკეტები მაგ ტრაექტორიას გადაიფრენენ, სადაც ხდება გრენლანდია,
მე არაერთხელ მაგ გრენლანდია ზოგიერთი რეისი პირდაპირ გადადის დღე გრენლანდიაზე და ძალიან მიჩერებული ვიყავი სანამ გადაუფრენდით სულ აკვირდებოდი ყველაფერს საოცარი რამე არის ხო ერთი ესე იგი ეს არის მეორე სიმდიდრე რესურსები რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია აუთვისებელი უზარმაზარი რესურსები რომელიც არის მესამე კლიმატის ცვლილება გრენლანდიას გახდის მწვანეს. თითქმის მწვანეს. ამ დროს ჩრდილოყინულოვანი ოკეანე გახდა სანაოსნო. და ჩინელებს აღარ ჭირდებათ კლასიკური სუეცის არხით თავისი საქონლის ევროპაში მიტანა და თუგნებოდ ჩრდილოეთიდანაც შეუძლიათ რომ გაატარონ ტვირთები სულ აღარ ჭირდებათ სამხრეთ. ამ დროს შეერთებული შტატებმა ყურადღება გადაიტანეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ხოსერე რატო? ჩინური მარშრუტების გაკონტროლებისთვის, რომ კონტროლქვეშ იყოს. უნდა გაიარო ამერიკული კონტროლი. იმიტომ რომ თუ დაძაბულობა იქნა, ამერიკელები ჩაგიკეტავენ ამ გზებს და აბსოლუტურად ძალზე არასწორად აგებული ჩინური ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ ექსპორტზეა დამოკიდებული, გაჩერდება და მოხდება ის რაც კოლაფსი. მაგრამ შეხედეთ ამერიკელები არ არიან დამოკიდებული ექსპორტზე. ამერიკული ეკონომიკა არის გენიალურად აგებული. მთლიანად შიგამოხმარება 9%-ია ექსპორტი, ისიც იარაღი და ისეთი რამეები, რომელიც ნახეთ რანაირი გონივრულადაა გაკეთებული. თუ ეს ტრასები გაკონტროლებული არ იქნა შენ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში გინდა ახალი ნატო შექმენი და გინდა რაც გინდა რა აზრი აქვს ეგერ უფრო მოკლე გზით ევროპაში მივლენ ამიტომ ამ ტრასის გაკონტროლების და გრენლანდია იძლევა შესანიშნავ საშუალებას რომ ეს ნაკადები იქნეს გაკონტროლებული ამას არც მალავს ტრამპი ამბობს რომ ჩინური და რუსული გემები არ მომწონს იქ და იმ დავაკეთებ ამ ყველაფერს. სინამდვილეში ბევრი არაფერია და არც რუსეთი და არც ჩინეთი გრენლანდიის ამღები არ არის გამორიცხულია, მაგრამ мотивация ხო იცით როგორ შეფუთვის მექანიზმია ეს. მესამე უმნიშვნელოვანესი რამ რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და კარგად გავიაზროთ ტრამპის ამ საქციელში, ამერიკის ამ საქციელში. ნატოს ფუნქცია ამოწურულია და შეერთებულ შტატებს არანაირი სურვილი არ აქვს 70% ამ უვარგისი ბლოკისთვის გაიღოს, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია. ან ტვირთად იქცა ამ შემთხვევაში ეს ალიანსი ტვირთია ამერიკისთვის ვიდრე სარგებელი. ევროპა არ წარმოადგენს სტრატეგიულ ადგილს. ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რომ არავითარი რუსეთი არ დაესხმება ევროპას. გიჟები არიან რუდაესხარა იმას რომ დაიპყრო მაგალითად სიტყვაზე რამდენი ხალხი უნდა ჩააყენო იქ ჯარები და ესენი რომ და არჩინო კიდე დაპყრობილი ქვეყნები ხო იმიტომ რომ ისე და სულ არანაირი სტრატეგიული ფუნქცია არ აქვს რესურსი რატომ უნდა დახარჯოს მაგას რაკი თავის დროზე როცა საბჭოთა კავშირი იყო მისი დასაბლოკი იყო იმიტომ რომ ევროპაში მთლიანად წითელი ზონა არ გაჩენილიყო ხო სწორია ახლა როცა არ არიან აწე რუსებს მოელაპარაკებიან პირდაპირ ეს ევროპა რა შეჭირდება და მოხდა ის რომ ამერიკელებმა უარი თქვეს არა იმიტომ რომ ზულთ ევროპა არამედ არ ჭირდებათ ევროპა ის არავინ არ არის ევროპა პოლიტიკაში ევროკავშირი პოლიტიკაში მაგიდის გარეთ დარჩა მომსახურეს ფუნქციაც კი არ დააკისრეს. არავინ არ არის. ჩვენი უბადრუკი ხელისუფლება სად მიდის? ევროპაში მიდის. ხო სწორია? სოფლიო ეპიცენტრში მყოფი ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია კოლოსალური ფუნქციური დატვირთვა აიღოს ამ სისტემაში, ამ აბსოლუტურად უტვინო თავრობის ფონზე ის პრემიერი აბსოლუტური განსახილება პოლიტიკური სიშტერის. ხაცუსო ევროპაში მიდის ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებენ საქართველოს მიხდით სად არიან გაჩხერილები აბსოლუტურად ვერ გძნობენ რა დრო ეს რეალურად ასე არის თუ აი მაგალითად ეხლა ლიბერალურ ფლანგზე და ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები ალბათ არ დაგეთანხმებიან იტყვიან რომ ეს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ფასადია უბრალოდ თორე რეალურად ჩვენ ევროპისკენ კი არ მივდივართ რუსეთისკენ და ირანისკენ და კიდე ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს სადაც მივდივართ იმიტომ არიან იმ დღეში რა დღეშიც არიან
როცა პოლიტიკურად უწვინო ხდება ოპოზიცია და ხდება ფულის ხამი, მე ერთ-ერთი საუბარი მქონდა რუსთაველზე, გამაჩერეს მიცნეს ხო და მეოთხებით მე არა ვარ ნეგატიური სახელმწიფო ოფიციალური ხელისუფლების კრიტიკის მიმართ. მე თვითონ მეც ვინმე აკრიტიკებს, მე საქმიანად ვაკრიტიკებ, ხო? ეხლა თუ ძალიან გინდათ, მეოთხარი მე ნეგატიური ვარ თქვენი პოლიტიკური ლიდერების წინაშე და თუ გნებავთ კერძო საუბარში ჩამოგითვლით იმ ყრალ ვითომ ლიდერებს რამდენი ფული აქვს დაღებული თლათ უფროსისგან. სხვა შორის დაიწყო ეგ პროცესი, რომ თვითონვე აღიარებენ რაღაცები. თქვა ხმამაღლა ისეთი კამინგაუტებს აკეთებ. კამინგაუტებს აკეთებ. ძალიან სწორი ანალოგია. ესე იგი. შემდეგი. რაკი პოლიტიკაში და გლობალურ პოლიტიკაში მხოლოდ ძალა განსაზღვრავს, ისევე როგორ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ძალა განსაზღვრავს და არა ის, რომ მე თვით გამოხატვის უფლება მაქვს და 333 პარტია და რა 333 პარტია არ არსებობთ. ძალა კი არა, თითის გადაღუნვა არ შეგიძლიათ. ესე იგი, რაკი ძალა განსაზღვრავს ყველაფერს, ძალის კონცენტრაცია მოხდეს სამ ადგილს. შეერთებული შტატები თავისთავად, რუსეთში თავისთავად, იმიტომ რომ უკრაინამ აბსოლუტურად დააყირავა ომის წარმოების ტექნოლოგია, აყირავა ტექნიკა, ყველა დასავლელი დიდი მწარმოებელი სპეციალისტები მეოთხე წელი თავდება და არიან უკრაინაში და მათ უთხრეს თავიანთ და მათ შორის ამერიკის მთავრობას უთხრეს. როცა შეკვეთებზე იყოს, ჩვენ მთლიანად უნდა შევცვალოთ ჩვენი წარმოებები. რევოლუცია მომხდარი და ამ რევოლუციურ გარდაქმნებში რუსეთმა, რომელმაც ოპერატიულად მოახდინა სამხედრო რელსებზე გადაყვანა ეკონომიკისა, კოლოსალურ წარმოებას ახდენს რაკეტებისა და სხვა რამეებისა და ასე შემდეგ. დრონები და რა ჭირდება ამ ომში, კი ბატონო. ეხლა ორი ახალი TU-160 მოდერნიზირებული, იცი თქვენ უზარმაზარი ესე ატომური იარაღის მზიდავი, რომელსაც F-35-იც კი ვერ ეწევა. ეს უახლესი ტექნოლოგია, რაც აქვს ამერიკას სამშობლოში. ხო, ვერ ეწევა. წარმოიდგენიათ უზარმაზარი მზიდი, ესე იგი. ამ ცვლილებების ფონზე შეერთებულმა შტატებამ ამ ბოლო დროს დაიწყო ამერიკული ეკონომიკის გადაყვანა სამხედრო რელსებზე. როგორ? იმ ლიბერალური იდიოტიზმის შემდეგ, რომელიც რეიგანის დროს დაიწყეს, ნეოკონსერვატორებმა აბსოლუტურად პოლიტიკურად უვიცი რეიგანი, ფანტასტიკური კაცი, ხო, დრანაირ კოსტუმებში, ესე ხარიზმა სიგიჟის დონემდე გამოიყენეს, აიფარეს დერეგულაცია დაიწყეს, ყველაფერი მოსპეს ის ამერიკული წონასწორობის სისტემა, ანტიტრესტული კანონმდებლობა და ასე შემდეგ. თუმცა მას მიეწერება მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლა. ტყუილია. საბჭოთა კავშირი 35 წელი მზადდებოდა საბჭოთა კავშირში დაშლაზე. ეს KGB, ეგრეთ წოდებული KGB-ში იყო მთავარი ცენტრი, რომელიც ამზადებდა საბჭოთა კავშირის დაშლას. ეხლა 2026 წელია და საქართველოში ხალხი ესე იგი ზღაპრებზეა კიდე გამოკიდებული. კარგად უნდა იცოდეთ, ამერიკას არ დაუშლი, არ შედიოდა მის ინტერესებში. ამერიკის ინტერესებში რომ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დაშლა, მამა ბუშისა და ჩეინის კამანდები, რომ იტყვიან, დიკ ჩეინის, კი ბატონო. ერთმანეთს არ დაეჯახებოდა და კენჭი ყარეს. დიკ ჩეინის ჯგუფს, ნეოკონსერვატორებს, უნდათ 50 ქვეყნა დაშლა და რომ მოენდომებია შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა 50 შტატად დაშლიდა, იმიტომ რომ რუსეთი იყო განადგურებული 92 წლისთვის, რუსეთში დააჯინეს აბსოლუტურად მარიონეტი და გამყიდველი ხელისუფლება, გაიდარ ჩუბაისის ჯგუფი და ელცინი იქ, რომელიც ესე იგი შლიდა ქვეყანას, მაგრამ
ბირთვული საფრთხეების რაღაცის გამო მამა ბუშის იდეა იყო და მისი ჯგუფის იდეა, რომ როგორც ბრიტანული თანამეგობრობა შეიქმნა, როდესაც ამერიკელებმა დაიხმარეს საბჭოთა კავშირი და მიზანმიმართულად დაშალეს ბრიტანეთის იმპერია. რა გაუკეთეს ბრიტანელებს? თანამეგობრობა და ბრიტანეთის იმპერიას შლიდნენ ნელა 25 წლის განმავლობაში. SNG ეგრეთ წოდებული, ანუ თანამეგობრობა, რომელშიც ქართველი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები გახსოვთ თქვენ პარლამენტში რა როგორ ბოქრობდნენ, რომ ასე ეგონათ SNG რუსული პროექტი იყო. რუსული პროექტი კი იყო ამერიკული პროექტი იყო თანამეგობრობის მსგავსად, რომ ნელ-ნელა მომხდარიყო აი ამ ყველაფრის კონტროლი და არ ყოფილიყო ექსესები. ასე რომ რაკი მაგრამ საბჭოთა კავშირში ეს ის ტროცკისტული განწყობები ძალიან მაღალ დონეზე იყო კგბ-შიც ეგრეთ წოდებული ყველგან და ასე შემდეგ და მოახერხეს ის რომ აბსოლუტურად გავლენის აგენტები როგორც იყო გოლბაჩოვი ის როგორ იყო ის დამავიწყდა იმ მეორე კაცის გვარი იაკოვლევისა და რა თქმა უნდა ჩვენი დიდი პოლიტიკოსის წყალებში შემთხვევით არ იყო იქ მიყვანილი. ასე რომ რეალობა სხვა იყო, სხვა რამ ესმოდათ საქართველოში, ისევე როგორც დღეს სხვა რამ ესმით. ირანთან დაკავშირებითაც ალბათ არ არის ირანი ამ კონტექსტიდან. დავასრულებ ამას და ირანი ისეთივე ფუნდამენტალური მნიშვნელობის თემაა, როგორც დღეს გრენლანდია. ესე იგი, გრენლანდიაში იცვლება მსოფლიო პოლიტიკა, გლობალური პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი გაქრა ტრამპმა თქვა ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა. საერთაშორისო სამართალი ისაა, რაც კარგია ამერიკელებისთვის. ამიტომ ჩვენ თვითონ განსაზღვრავთ რა არის კარგი და რა არის ცუდი. დაამთავრა ამით ყველაფერი. რატომ? კიდე გეუბნებით. თუ ამერიკელები იმ ფაქტიურად 20 უფრო მეტად 40 წლიანი ძირგამოთხრელი პერიოდის აღდგენას ვერ მოახერხებენ. მე შემიძლია ძალიან ზუსტად გითხრათ, სხვა თემა არ მინდა გადავიდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტება დაიწყო სწორედ რეიგანის დროს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ნეოკონსერვატორები. და თქვენ წარმოიდგინეთ, მას შემდეგ შეერთებული შტატების ნეოკონსერვატორები განსაზღვრავენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ვინ არიან ნეოკონსერვატორები. ყველა მათი მთავარი, მამამთავარი, დამფუძნებელი, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ნიუ-იორკელი ინტელექტუალი კრის ირვინგი, ივენ კრისტოლი, ბოდიში, იყვნენ იდეური ტროცკისტები. აი, ხოიცით, იდეური ტროცკისტობა სხვა რამეა და ფულის გულისთვის ტროცკისტი რო ხდება, აი როგორც საქართველოში გახდნენ ევროპული ორიენტაციისა ფულის გამო, ეს ეგენი არიან ახლა ირანის შახის დროშებით რო დარბიან. ზუსტად მაგარი პრინციპულები არიან. და იმას მოუწოდებენ თარობას 15-20,000 კაცი შევიყვანოთ ირანშიო და ამით დასავლეთ ხედავთ რა დონის გამოტვინებული გამოშტერებული ნაგავი დაგროვდა ქვეყანაში. კიდე გეუბნებით 15-20,000 კაცი და მივეხონოთ და შევიდეთ ახლა ირანშიო. ესე იგი, ეს არ არის უტვინობა. ეს არის დეგენერაცია ხალხისა. აზრზე არ არიან არც ირანის შესახებ, არც საქართველოს შესახებ, რაღაც იდეოლოგიური მარაზმებით არიან. ხო, მაგრამ რაღაცა ხო განაპირობებს აი ამას ან მე ვფიქრობ რომ ვერ გრძნობენ თავის სიტყვებზე პასუხისმგებლობას. ეს მე ვიტყვიდა ახლა მაინც არ მოხდება ეგრე დაახლოებით ესეთი პოზიცია ავტორი. ყველაზე საშინელი რაც არის, რამაც დააზიანა ქართველი ახალგაზრდების ნაწილი. თითქმის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, 95 წლის შემდეგ, როცა აეწყო უკვე სტრუქტურები, შეიქმნა სისტემოწარმომქმნელი NGO-ები, ეს 4 NGO, დაფინანსება, დასავლური და ასე შემდეგ, დაიწყო ქართველი ხალხის გამოთაყვანების პროცესი ტვინის გამორეცხა. მართალია, მთელ საქართველოს ვერაფერი ვერ უქნეს და უმრავლესობას ვერაფერი, მაგრამ ხელისუფლებები თვითონ იყვნენ ამ პროცესის
შემსრულებლები და მათი წყალობით მათ მოახერხეს რამდენიმე უნივერსიტეტში, პრესა, ტელევიზია, ემაში ყველაფერი კონტროლირებადი იყო. რამდენი წელია ამას თუ ყველა დამპყრობელი, ყველა კოლონიალისტი ცდილობდა ყოველთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მას მოვექცნენ, იმიტომ რომ ქართველი აღმოჩნდა გაცილებით უფრო მით უმეტეს დანაშაულით მოსული ხალხი ხელისუფლებაში. ზვიად გამსახურდია ვინმეს უყვარდა თუ არ უყვარდა ის არჩეული პრეზიდენტი იყო და თუ გადარჩევა იქნებოდა არჩევნების გზით და გადარჩეულიყო, ხო? ქართველებმა შეასრულეს დავალება დაამხეს საკუთარი სახელმწიფო ხერხემალშია გადატეხილი, ხო და ვერ ვწორდებით და ეხლა ირანში შეჭრა მოინდომეს ამ წვინ გამორეცხილმა არარაობებმა ეს თავში ხო უტრიალებთ, ხო? ესე იგი ასე რომ აი ის რაც მე ჩამოთვალე განსაზღვრავს ამერიკელებმა უნდა კვლავ ნახეთ დააკვირდით მის მთავარ ლოზუნგს ამერიკა კვლავ გავხადოთ დიადი ხო კვლავ ესე იგი ახლა არ არის ნომერ პირველი სახელმწიფო ახლა ის ერთ-ერთია მას აქვს თავისი უპირატესობები უდაუპირატესობები თქვა ტექნოლოგიურ სფეროში და ასე შემდეგ მაგრამ ეს არ არის ის რაც იყო დომინირებული ერთადერთი სუპერქვეყანა სადაც ყველა მიისწრაფოდა იქეთკენ რუსები აიძულეს და 500 წელია ვერაფერი ისწავლეს დასავლეთმა რუსების ფსიქოლოგიაში ამ ხალხს ესე იგი თუ მიუშვებდა ის კორუფციაში ჩაეფლენ კრიმინალში ჩაეფლენ თავიანთ ქვეყანას ძარცვობდნენ და როგორც კი ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნი მობილიზაცია გააკეთეს ერთიანდებიან და იბრძვიან გადასახადად ეს არის სხვა ჩვენ კარგად მე პირადად კარგად ვიცი რუსული კულტურას და მისი ისტორიას და ფსიქოლოგიას იმიტომ რომ მათთან ერთად ცხოვრობდი და ესე იგი გამოკვეთილია ყველაფერი ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს სამი ქვეყანა ჯერჯერობით ერთმანეთს კიდე ყველა რესურსს გამოიყენებენ ამერიკელები რომ რუსეთი როგორმე დაასუსტონ მაქსიმალ ჯერ ყველა რესურსი გამოყენებული არ არის რა დარჩა ნატო და ევროკავშირი ხო მაინც არაფერი არ ჭირდება ამერიკელებს ეს უვარგისი ორი წარმონაქმნი მაგრამ ამერიკელები ამ პოლიტიკის გამო რაღაც იწყება ევროპაშიც მიხვდნენ რომ უტვინობის დონემდე დააქციეს უზარმაზარი ცივილიზაცია მიხვდნენ რომ აი ესეც საკითხავი არის ან აწი მიხვედრას თუ აქ რაიმე აზრი არის აი რო ვიტყვიან გამონათებები იმისა რომ ევროპა მიხვდა რომ საკუთარი თავი ფაქტიურად გაანადგურა გვიანია მე ვერ ხედავ ვერანაირ შანსს რომ ევროპის რეანიმაცია მოხდეს მათ არ შეუძლიათ გერმანიის ინდუსტრიის აღორძინება ფაქტიურად შეუძლებელია ათასობით ფირმა გადავიდა შეერთებულ შტატებში უკვე დაიკარგა ის რაც წარმოადგენდა გერმანიის ძალას ფრანგები რადღეშიანი კი ხედავთ ხო მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხო ეგრე მოხდა მაგრამ შემდეგ მოახერხა ხო ევროპამ რომ დამდგარიყო ფეხზე მაშინაც ინტელექტისგან მოახერხა ნახეთ იმიტომ მოახერხა რომ სიტუაცია შეიქმნა იმისთვის ევროპა უნდა ყოფილიყო ძლიერი რომ დაებლოკა საბჭოთა კავშირი ეხლა რუსეთი დასაბლოკი არ არის ევროკავშირში იმიტომ რომ არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს პირიქით მაგათ უნდა ფულის კეთება ევროპაში რაც შეჭირდება ეს ზურგზე მოკიდება გამორიცხულია მოსკოვში უკვე სხვა პრაგმატული ხალხია სხვა თაობას ზრდიან თქვენ ნახავთ როგორი თაობა წამოვა აქ არის რუსეთის ნომერ პირველი პრობლემა მე ჯერ არ ვიცი იმიტომ კარგად ვიცი შიგნით ელიტების არაერთი ანალიზი გავაკეთე თუ ხელისუფლების ცვლილება შეთანხმებულ რეჟიმში მოხდა ხასუსონ თუ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება შეთანხმებულ რეჟიმში მოხდა მაშინ როგორც ყველა პროგნოზი
მიუთითებს 2050 წლისთვის რუსეთის მოსახლეობა იქნება 220 მილიონი და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული. რა თქმა უნდა, საერთოდ მართლობის ფორმის გამოწვევა ხო ეგ არის, რომ ხელისუფლებები როგორ იცვლება. აი ეგ პრობლემა რუსეთს უქონდა, ყოველთვის ქონდა და იმიტომაც დაეშალათ მე-20 საუკუნეში ორი სახელმწიფო. ჩვენ ერთადერთი უნდა გავიგოთ ჩამოვაყალიბებ ახლა რეზიუმეს სახით. თავი უსაფრთხოება ძველი სისტემა არ მუშაობს და ახალი იქმნება, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო სახემდე შორსა, მაგრამ გამოკვეთილია აქტორები. ჯერ ერთმანეთი ბოლომდე უნდა ჟარგონში დატისკონ, რო იტყვიან, ესე იგი და მაქსიმუმი გამოადნონ პროცესი. და მერე შეთანხმდებიან, ესე იგი. უსაფრთხოება სიმდიდრეები, რომელიც სასიცოცხლოდ შენ ჩემი მტერი თუ ხარ და მე გაგრქრობ, მე შენ ძვირფასი აღესაულს რატომ მოგცემ? ელემენტარული ძვირფასი მეტალების და ძვირფასი რაც გვია იშვიათი მეტალების მსოფლიო ბაზრის 70% ჩინეთი აკონტროლებს. ერთადერთი ჩინეთია, რომელსაც აქვს ყველა ტექნოლოგია, იმიტომ რომ რა შესაძლოა იცით, რუსებიც კი მადანს ტვირთავენ, მიაქვთ ჩინეთში, იქ უნდა მოხდეს ფრაქციული გამოცალცალკავება იმ შემადგენლობისა და ამის ტექნოლოგიების სრულად მხოლოდ აქვს ჩინეთს. ეხლა მითხარით, ჩინეთი 70%-ს აკონტროლებს ამ სტრატეგიული, კიდე გეუბნებით, სტრატეგიული რესურსისა და შენ გინდა ჩინეთს ემო ხო გადაგიკეტავს იმას, ხო ჯერ რო ემო რაც მოგცემს ეს ომი ერაყში შედიეგერ და ნახეთ რა იმომე 9 თემოუნდი სადამ ხუსეინის ჯარის განადგურებელ და ჩინეთისთან ომს მეხუმრებით ესე ჯერ ამხელა ბაზები უნდა შექმნა რომ დასაყრდენი კონდეს თორე ამერიკიდან როგორ გინდა შენ მოუგო რაკეტებით ვერ მოუგებ იმასაც აქვს რაკეტები და შენც დაგაზიანებს ხო ესე იგი სიმდიდრეები უსაფრთხოება სიმდიდრეები და ტრასების სტრატეგიული ტრასების კონტროლი რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ზემოქმედების თვალსაზრისით ეს გრენლანდია ნომერ მეორე და უკვე სხვა ტიპის გრენლანდია არის ირანი ხო ირანის არის უსაშველოდ სტრატეგიული რეგიონალური სახელმწიფო რომელზეც აგებულია ამერიკის საწინააღმდეგო სტრატეგიის ღერძი. რატომ? ირანი აკონტროლებს ორმუზის სრუტეს. საკმარისია ორმუზის სრუტე გადაიკეტოს და მსოფლიო ნავთობის 30% არ მიეწოდება მსოფლიოს. ეხლა მითხარით 30%-ის დანაკლისი რომ მოხდება პირველი ვინ განადგურდება? პირველი $200-ზე ლაპარაკი რო ავარდება ბარელი ნავთობის ფასები ხო ჩინეთის ეკონომიკა ფაქტიურად იქნება კატასტროფის კი ბატონო მეც ეს მაინტერესებდა ანუ ირანში დესტაბილიზაცია ეს არის ანტიჩინური პროექტი საბოლოო ჯამში ანტირუსული რატომ ირანი არის მოკავშირე რუსეთის და ირანზე არის აგებული ჩრდილოეთის სამხრეთის მაგისტრალი დერეფანი რომელიც არის უსაშველოდ სტრატეგიული და რომელიც რომ იტყვიან აი დასახჭობად უნდათ ამერიკელებს. იმიტომ მოიგონეს ეს ზანგეზური, მაგრამ რა გამოვა აქედან ძნელად გეტყვით 2000 წელი არ გამოდის მაგედან არაფერი მაგზე. პლუს ამას ირანში მარიონეტული ხელისუფლების დაცვა ნიშნავს კონტროლის დაწესებას უზარმაზარ რესურსებს. ჩაშლა ჩრდილოეთი დერეფნისა, სამხრეთი დერეფნისა და რუსეთის გეოპოლიტიკური პარტნიორის განადგურება. ანუ რუსეთის შეზღუდვა უკვე ამ დიდ პროექტში, იმიტომ საქართველოს და შუა აზიაში რომ აწვევიან რომ იქნებ ჩაკეტონ რუსები ჩრდილოეთ ნაწილში. ნახეთ როგორც კი ის რაც მოხდა ახლა ირანში, რომელიც იყო ძალიან მაგრად დაგეგმილი ისრაელის და შეერთებული შტატების მიერ, ირანული ვალუტა ხელოვნურად დააგდეს, გამოიწვიეს პროტესტები, ყველა იარაღით შეიარაღებული
ირანელები, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვოს აგენტები იყვნენ. პლუს ყველას ჰქონდა Starlink-ის ინფორმაციის მიღების პირდაპირ იქედან და როგორც კი ამერიკელებმა უთხრეს თავიანთ მოქალაქეებს, რომ დატოვეთ ირანიო და შესაბამისად ახლომდებარე ბაზებიდან გაიყვანეს ოჯახები, რუსებმა როგორც ცნობილი გახდა 48 საათის განმავლობაში პირდაპირ უთხრეს ამერიკელებს, რომ ჩვენ მივეხმარებით ჩვენი რაკეტებით თქვენი ავიამზიდის ჩასაძირად. ავიამზიდი დღეს არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ის რაკეტები, რომელიც რუსებს აქვთ, ვერანაირად ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, ახლა შეერთებული შტატების უზარმაზარი ავიამზიდი წყლის ქვეშ რომ წავა, რა იქნება ეს, რამხელა დარტყმა პრესტიჟზე, რამხელა დარტყმა ყველაფერზე, ხო? ესე იგი, თუ ჩვენ ავიამზიდზე ბაზა არა გაქვს, თვითნაირები ხონდა დაჯდეს რაღაცა, ხონდა საუდის არაბეთმა, კატარმა და თურქეთმა უარი თქვეს აეროპორტების დათმობას. რატო? შესანიშნავად იციან. ყველას ესმის რომ მაშინ თვითონ ხდებიან საშინელი დარტყმების ქვეშ, ხო? მით უმეტეს თურქეთი, რომელიც საშინელი წინააღმდეგი იყო და თქვენ უნდა გენახათ თურქული პრესა, როგორი შეფასება. კი, ეს სხვათა შორის ჩვენთანაც კი სადაც ძალიან იბლოკება ესე ტიპის ინფორმაცია, ეს ვერ დაიმალა, რომ ვერ დაიმალა. ესე იგი, რაკის საყრდენები არ იყო, შეერთებულმა შტატებმა დაიხია უკან, იმიტომ რუსებმაც უთხრეს, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება და მე შესანიშნავად მახსოვს ზუსტად დაემთხვა ისე რომ იმავე დღეს რაც ეს მოხდა გაირკვა სიტუაცია სკოტ რიტერი საუბრობდა ცნობილი ყოფილი ანალიტიკოსი რამ დამავიწყდა გვარი რომელიც პრეზიდენტს უმზადებდა მოხსენებებს, სკოტ რიტერმა პირდაპირ მიახალა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, ხომ გაგინადგურეს 6000 აგენტი თეირანში. ლარი ჯონსონი, დიახ, ბოდიში. ლარი ჯონსონი ეს უიშვიათესი პროფესიონალია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტს ყოველდღიურ მსოფლიო ანალიზს უდევდა წინ. ყოფილი როგორ შეიძლება იყოს ანალიტიკოსი ყოფილი ვერ იქნება. მან თქვა პირდაპირ, თავიდან ბოლომდე ყველაფერი იყო ინსცენირებული. როგორც კი ამერიკელებმა დაიხეს უკან, ნათანიაჰუ დაუკავშირდა მოსკოვს, თხოვა ირანს დაკავშირებოდა და ეთქვა, რომ ჩვენ შიშვლები ვართ და ვემიჯნებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. დიახ. ისრაელს თუ ამერიკის მთელი ეს ავიაცია, ეს ავიამზიდები, რაკეტები ესენი არ ექნა 12 დღიანი ომის დროს, იმიტომ შეწყვიტეს ამერიკელებმა ომი, რომ ისრაელი იყო სრული განადგურების წინაშე. დიახ, ეს ჩვენს პრესაში და ტელევიზიაში არ იწერებოდა, ჩვენთან იყო ესეთი რეალობა დაგენებული, რომ იქ ბომბა არ წვივა. ეხლა, როდესაც მე ამას ვხსნი, ერთმა აი ამ ტვინგამოლაყებული ხალხიდან მითხრა თქვენო რა გული გეწვითო ბიჭო მე გული კი არ მეწვის მე ჩემი ქვეყანა მეწვის იმიტომ რომ 1200 კილომეტრში შენი ქვეყნიდან ხდება ეს ამიტომ მე უნდა ვიცოდე ზუსტად რა ხდება რომ იქნებ რაღაცა შევაგონოთ ამ ხელისუფლებას კატასტროფამდე არ მიგვიყვანოს ეს საერთოდ ცალკე თემა არის ბატონ დემურ აი არ შემიძლია რო არ თქვა იმ დღეს ერთ-ერთ ლიბერალურ არხზე ესე იგი ორი ექსპერტი ეჯდათ ამ ირანის თემაზე საათზე მეტი ლაპარაკობდნენ. ილაპარაკეს ყველაფერზე, ვენესუელას ნავთობზე, ჩინეთზე რა გავლენა ექნება, რუსეთის როგორ ასუსტებს ეს ყველაფერი, ტრამპი როგორ ერთი სიტყვა არ ვთქვია, საქართველოსზე რა გავლენა ექნება, ქართველ ექსპერტებს თითქოს ჩვენ ამ პლანეტაზე არ ვცხოვრობთ. მივალთ მაგამდე. ამის შემდეგ ბრიტანული პრესა და როიტერი წერს ასეთ რამეს. ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი იმედი არის რუსეთი. და მხოლოდ რუსეთით შარება დაარეგულირებს სიტუაციას. ამ თხოვნის მერე რუსეთის პრეზიდენტი ესაუბრა პეჟეშკიანს და ესაუბრა ნათანიაჰუს და დაუდასტურა ნათანიაჰუს, რომ ის ჩაებმება ყველაფერი ამის დარეგულირებაში. იმიტომ რომ ომი ამ რეგიონში
თავისი სტრატეგიულობის გამო ვერ იქნება ვიწრო ომი. ეს უნდა იყოს გლობალური რეგიონალური ომი. რომელიც დაანგრევს აბსოლუტურად იმ აყვავებულ საემიროებს და იმას და ყველაფერს. იმიტომ რომ არავინ აი რუსებისთვის უკან დახევა ნიშნავს დანის გამოსმას ხელში მიხვდნენ ამას თავისთავად ცხადია. ჩინელებისთვის იკეტება უიშვიათესი უზარმაზარი წყარო ნავთობისა ძალიან შეღავათიან ფასებში და ჩინეთი ხდება აბსოლუტურად მოწყვლადი რომლის ეკონომიკა და წარმოება. მისი ეკონომიკა და ეს. თავისთავად ირანი ახლა რა უნდა ირანს? არის თუ არა ირანი აგრესიული? ირანის ერთადერთი მიზანი არის პირდაპირ ვამბობ. ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აქ მე მარტო ვარ ცივი გონებით ყოველგვარი მე მხოლოდ ვაყალიბებ იმას რა ირანის ერთადერთი მიზანი ბრძოლისა არის რომ იგი აღიარებული იყოს როგორც რეგიონალური სახელმწიფო, რომელსაც აქვს ინტერესები და მის ინტერესები დაკმაყოფილდეს. მოეხსნა იზოლაცია მოეხსნას. მოექცას იზოლაცია, როგორც ის ამან აიძულა ირანი უსაშუალოდ განევითარებინა მეცნიერება, უსაშუალოდ განევითარებინა განათლების სფერო და მათ კოლოსალურ წარმატებას მიაღწიეს. ამ ბოლო მომენტზე რა მოხდა? ირანელმა ჰაკერებმა, ანუ დაზვერვამ მთლიანად რუსებმა გაშიფრეს სტარლინგიდან მომავალი სიგნალები, გადასცეს, დანარჩენი ამათმა გააკეთეს და ირანის დაზვერვა უკავშირდებოდა ისრაელის აი ამ კანალებს, არხებს, რო იტყვიან იმ ფარულ არხებს, რომლებითაც ისინი დავალებას თავის აკეთებს აკეთენ, როგორც კი ისრაელში და ამერიკაში მიხვდნენ, რომ ირანელები იჯდნენ ამ კვალზე, გათიშეს ყველაფერი. დაკარგა აზრი ამის. დაკარგა აზრი ამ. მეორესაც გეტყვით. ირანის დაზვერვა შესული იყო ცახალის პროგრამულ სისტემაში. ცახალის ყველაზე დიდი და ისრაელის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ხელოვნურ ინტელექტზე გადაყვანა ყველაფრისა. იმიტომ რომ ადამიანს ვერაფერი ვერ შეცვლის, ტყუილია ეს და ცახალი რამდენიმე თვის განმავლობაში ირანის დაზვერვის მიერ იმართებოდა. ასე რომ ამის გაკეთება იოლია, მაგრამ ეხლა დააღიჯინეთ თქვენ სპეციალისტები, რომელიც სახალის სისტემაში შევა, რადონის სპეციალისტები უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ალბათ სოფლიოში დაცული სისტემა. რადონის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ იმ რაკეტებს, იმ ყველაფერს, რამაც ისრაელი. აი ბატონ დემურ, ეს ხო არის პარადოქსი ჩვენი საზოგადოების, რომ ჩვენ საზოგადოებაში ირანის რეჟიმს, ირანს ზოგადად აღიქვავენ, ეს არის აი ჩამორჩენილი მიწურებში რო ჩამორჩენილი თვითონ არიან. ამავდროულად თვითონვე ამბობენ ამას, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობს, ბირთვულ იარაღს ქმნის და ამ მხრივ უწევს დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური სამყაროსთვის, თუ მთელი ცივილიზაციის როგორც თვითონ ეძახიან და აი რანაირად თავსდება ერთ ტვინში ეს ორი ინფორმაცია, რომ მიწურში მცხოვრები ადამიანები ქმნიან ატომურ იარაღს, აი ხომ მიხვდე რომ რაღაცა არ არის, არ გაქვს ორი ინფორმაცია. ამ მე არ ვერიდები, ეს ნაგავია. ეს არის ნაგავი. გამიგეთ რა, არაფერი მოსე ჩვენ ყოფნა არ ყოფნის, ახლა მე გადავალ ბოლოს თემაზე. ყოფნა არ ყოფნის, ეს არის უვიცი ხალხი, რომელმაც არაფერი არ იცის. ნახეთ, ერთადერთი წარმოება, რომელიც ქვეყანაში მუშაობს, რასაც ესენი ხედავენ, არის მაკდონალდსი. როგორ კეთდება ბურგერები. ის ბურგერები, ეს მათი ცოდნა წარმოებისა. მათ კარგად არ ესმით რა არის საინჟინრო განათლება, რა არის მეცნიერება, იმიტომ რომ არაფერი შეხება ამასთან. მათ არასდროს უნახავთ თქვათ სერიოზული საწარმო, სადაც თქვათ ან ტანკი, ან თვითმფრინავი, ან მანქანა, ან რაღაც კეთდება, ხო სწორია? ამიტომ ეს გამოვაყებული ტვინები ამ დამპალი იდეოლოგიით, რომელიც ჯერ კიდევ დომინირებულია ქვეყანაში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში და ამ ვითომ ოპოზიციაში, აზრზე არ არიან ამ ყველაფრისა, ერთადერთი ოღონდ ანტირუსული განწყობები ქონდეს, კიდე გეუბნებით. მე ყველას გასაგონად ვამბობ, როდესაც მე რუსეთზე ვსაუბრობ, მე ვაყალიბებ იმას, რა არის მოცემულობა. აქ ჩემი სიმპათია, ანტიპათია არავის მიმართ არ არის. ჩემი სიმპათია ერთადერთი და ჩემი ინტერესი არის საქართველო. საქართველო კი მისი
მარიონეტული და არალეგიტიმური ხელისუფლების წყალობით დღეს არის ყველაზე სუსტი ადგილი სამხრეთ კავკასიაში. მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოხვედრილი ქართული სახელმწიფო დაკარგულია ფუნქციით, იმიტომ რომ შიგნით არის ნაგავი, შიგნით არის არანორმალური მოშლილი დაპირისპირება, რომელიც მსოფლიო მიცის, მართალია ეს ხელისუფლების წყალობით არის ეს დაპირისპირება, იმიტომ ისინი კვებავენ, თორე 2012 წლის მერე ამ ეგრეთ წოდებული ნაცების თემა იყო დამთავრებული იყო და ისინი პოლიტიკიდან ისე გაქრებოდნენ. წესიერად, არავითარი ის არ ჭირდებოდა, უბრალოდ უნდა გახსნილიყო. მაგრამ პირიქით, ხო ხედავთ, შუა უნდა გაიკრიფოსო და დატოვა. ესენი კვება მილიონები აქვს ჩაყრილი დაფინანსებაში, ამათ დაფინანსებაში და ფუნქცია დაიკარგა. ყველაზე სუსტი სახელმწიფო, რომელიცაც არანაირი ფუნქცია არ ეძებნება, იმიტომ რომ ამნაირი ქვეყანასთან სერიოზული გადანაწილება მიდის მსოფლიოში და რა ფუნქცია შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფო. მსოფლიო ეპიცენტრში, სამხრეთ კავკასიაში, შენ უნდა იყო ძალა, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს, შენ ვერ ჩაებემბი მსოფლიო თამაშებში. თუმცა ქართველებს კი უნდათ ის მიიღო 20,000 კაცი შევიყვანოთ ირანში, ხო ჩვენ რა გამოტვინებული უნდა იყოს ადამიანი. ეს ნაგავი ნეტა რომელიმე თუ იქნება თვითონ მაგ 20,000-ში იმ 20,000-ში უნდა შეყარო, მაგრამ და პირველსავე ნახევარ საათში გააფრთხობინებენ სულს, ხო? ესე იგი, ნახეთ, ფუნქცია არ არის. ქვეყანაც ხედავენ, რომ არასერიოზული ქვეყანაა, არასერიოზული ხელისუფლება, საერთოდ ხელისუფლება არ არის, ყველა მიცის, რომ არაფორმალური კაცი მართავს სახელმწიფოს. მითხარით ერთი, ვინ უნდა აღიქვას სერიოზულად? შენ, როცა ომი უნდა და გითხრეს მოვიდნენ, შენთან რა კი იცოდნენ, რომ შენ ხარ აქ ატარ-ბატარ და გითხრეს იომეო. რაც იომებ და ხესკაცი პირველი რაკეტა მის სახლს მოხდებოდა, იქ რო წამოასკუპა მთელი თბილისი ის სახლი, ის პირველი სარაკეტო დარტყმა ის იქნებოდა, ხო? ერთადერთი რისთვისაც არ იომა და ვერ იომებდა, იმიტომ განადგურდებოდა. მთელი ხელისუფლება განადგურდებოდა პირველ რიგში, ხო? ამიტომ ფუნქცია არ არის, სახელმწიფო არის, კვაზი სახელმწიფო, არაეწყო სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდა ხალხის საშინელ მდგომარეობაშია, მენტალურად არის საშინელ მდგომარეობაში, ნახევარს ის უნდა, ვინც ციხეში ზის. ხო, სწორია, იმის იმედია გამოვა და გაბრწყინდება. როგორ გააბრწყინა 9 წლის განმავლობაში საქართველოს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? ესე იგი, ჩვენი უდიდესი, მთელი ქართული ინტელექტი, მთელი ქართული საღიაზრი, შემართება, რო იტყვიან, ძალიან მაგარი მუხტია საჭირო რომ ჩვენ გავიაზროთ რომ ახალი სისტემა რომ ჩამოყალიბდება და თუ საქართველოს ასეთი უფუნქციო დარჩა ჩვენი სახელმწიფოებას ჯვარი დაესმება ჩვენ დროებით შეიძლება მოგვეძებნოს ის ფუნქცია რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მოძებნა არაბებისთვის კარის გახსნა ქართული მოსახლეობის ფაქტობრივად ბუნებრივად წაშლა აქედან დარჩენილი ქართველების მომსახურება ხაზს უსვამ ღიად გეუბნებით არაბებს უყვართ ბორდელები იქნებით ბორდელებში იქნებით სასტუმროებში დამხვეტავად ნაგვის გამტანად ქალაქებში რა უნდა არაბულ მდიდარ ქალაქებში სადაც მდიდარი არაბები ცხოვრობენ თქვენ რისი სამუშაო უნდა გქონდეთ კი სამუშაო გექნება 300,000 კაცს დანარჩენს დედას უტირებენ ყოველს გაყრიან აქედან ამას აკეთებენ ესე იგი შენ ქვეყანა რომელსაც შეგიძლია სტრატეგიული ფუნქციები აიღო შენ თავზე არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არამედ ძალიან ცალკე თემაა და ჩვენ ერთხელ მაინც ვისაუბრეთ ამაზე აი რა პერსპექტივები არსებობს მე სხვადასხვანაირად შევხები ვარ ყველა მაგრამ ამ წუთში რო არ გაგვიძელდეს ახლა ძალიან შენ ამის ნაცვლად არაბების საგდენს არჩენაკ ყველაზე საზიზღარი ფორმით უშვებ არაბებს 800,000-ზე მეტი მიგრანტი ყავთ შემოშვებული ეხლა უნდათ ის სისულელე გააკეთონ
თუ გააკეთეს, თუ გავაკეთებინეთ, ქალაქები ააშენონ, მთელი კახეთი, ქართლი, აგერ თბილისის შემოგარენი ეგ თუ იყიდა. გაიხვათ ცეცხლისალში, იქ არაბეთის ნახევარკუნძული აქ ექნება თავში ეხლა საფრანგეთი. მითხარით მე სოფლიო რომ გადანაწილდება ასეთი უვარგისი სახელმწიფო ვისთვის უნდა იყოს სასარგებლო. არაბები ყიდულობენ, ყიდიდა, რაც ერთში არაბს. რა თქმა უნდა, ჩვენი დანაშაულია პირველ რიგში თორე თუ მიყიდე, რატო იტყვის ვარ, თუ აჩუქებ კიდევ უფრო მადლობელი დარჩება. ჩუქება არ არის. აი ამ მარაზმში არის საქართველო და მე უბრალოდ შემიძლია თხოვნით მოგვართოთ ყველას, ვისაც ეს ქვეყანა გტკივად და წარსული გახსოვთ, წინაპარი გახსოვთ, მომავალი გინდათ, შვილისადმი, ოჯახისადმი პასუხისგებლობა გაქვთ. ქვეყანა ქრება. კიდე გეუბნებით, ქვეყანა ქრება, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი კვდება საქართველოს მოქალაქეებში, ვიდრე იბადება. ფეგმძიმე სულ გავიმეორებ ამას, თუ ვინმეს გონება რა აქვს, დაკარგული უნდა მიხვდეს რა. ფეგმძიმე საქართველოს მოქალაქე ქალებს შორის. ფეგმძიმე ეთნიკურად ქართველის პროცენტი არის 28. საქართველოში დარჩენილია 1.430.000, 1.500.000 კაცი ვთქვა. თუ გნებავთ 1.600.000 კაცი ვთქვა. გამორიცხულია მეტი რომ იყოს. 1.210.000 არის ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეთნიკურად არა ქართველები. ეხლა მე არა მაქვს მონაცემი, მაგრამ მოვიძიებ, ვიცი როგორ უნდა მოვიძიო. ამდენი მიგრანტი რომ შემოყარეთ, ესენი რა კასტრირებული ხალხია თუ რა არის? რამდენი ბავშვი დაიბადა უკანასკნელი თუ გნებავთ 6 თვის განმავლობაში. ამ მიგრანტების შვილი. არ იბადება? რატო? არ იბადება? აბარაშვება. დათვალეთ თქვენი სტატისტიკა, დავთვალოთ ამ ხალხის, აქ რომ მილიონი ახალი თაობის ბავშვი იქნება და შენ არაფერი აღარ იქნები, ეს ქვეყანა შენი როგორი იქნება. ამიტომ ყველაფერი გასაკეთებელია, შემთხვევით არა ქართველთა დიდი გაერთიანება, ეს არის საღი შემართული, უშიშარი, თავისი ქვეყნის მოყვარული ხალხის ერთობა. თქვენ თუ მოხვალთ ამ გაერთიანებაში, ჩემთან არ მოხვალთ, მე და თქვენ ერთად დაუდგეთ ამ სახელმწიფოს ჩვენ ქვეყანას გვერდით. ეს არ არის ჩემი კარიერისთვის და დათო ჭაბუკაშვილის, ან და გიგლა გობეჩიას, ან და ზაქარია როჭიკაშვილის და კიდე ჩვენი შესანიშნავი ძალიან მაგარი ლიდერების ჩვენ ყველა ერთად ვართ ლიდერი, არაფერია თავი არა აქ ამ ქართველებს არ ჭირდებათ კაცების შეთანხმებას და ქალბატონების შეთანხმებას არ ჭირდება ბელადი ჩვენ სხვანაირად გვიცხოვრია და სხვანაირად გვინდათ გავაკეთოთ ყველაფერი. დიახ, ეს სიახლეა, ბევრის მენტალობაში არ ჯდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ კარგავთ ქვეყანას. ჩვენი ამ უბედური ხელისუფლების გადამყიდვა უფუნქციოდ ვტოვებთ. თქვენ ცალკე თემა ეხლა აზერბაიჯანის პოლიტიკა, სომხეთის პოლიტიკა და ასე შემდეგ, მითხარით რას აკეთებთ? აი, გასაგებია, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს აი, უსაფრთხოების დარღვევარი რამდენიმე წუთის საქმე. სამწუხაროდ, კი ბატონო, და არ ვარ დაზღვეული არც ერთი არაფრისგან დაზღვეული არ ვარ. მეორე. ამ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ თამაში ყველა ხედავს, რომ ხარ წარსულში ჩარჩენილი. ევროკავშირის დროშები გიკავია, არარაობის დროშები, იმიტომ რომ თვითონ ახართ არარაობა. სად ევროპაში მიდიხართ, სად მიდიხართ? მაგიდის გარეთ დარჩენილი გეოპოლიტიკური ინტერესებს გარეთ დარჩენილი უპერსპექტივო ევროპის ნაწილი გინდათ გახდეთ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მყოფი ქვეყანა? ან დეგენერატი უნდა იყო? ან საერთოდ უბიცი უნდა იყო? ან და პროვოკატორი უნდა იყო? სხვა ვარიანტი არ არსებობს.
დიდი მადლობა ბატონო დემური. მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და როგორც შევთანხმდით მომავალშიც გვექნება ალბათ ამის დიდი შესაძლებლობა. მადლობა. შეგახსენებთ ბატონი დემურ გიორხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.